თხისქას გადის ფინანსების სახლში, მეორე სახლში და აქ ცვლილების შეტანა სასურველია ფინანსურ ნაწილში, აი როგორ ცხოვრობ მე, რამდენად კომფორტულად ვარ, რამდენად მაწყობს ფინანსური თემები, ზოგისთვის შეიძლება ძალიან სწრაფი ცვლილება იყოს ფინანსურ ნაწილში, ზოგმა შეიძლება მოულოდნელად მიიღოს, რაღაც დააჩქაროს პროცესი ფინანსებში, ხო? ან დააჩქაროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები, ოღონდ აქაც ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ კვადრატურა არის ურანის და შეიძლება ზედმეტად სწრაფი იყოს ეს ცვლილებები, ან გაუთვლელი. აი ფინანსურ ოპერაციებში ცოტა ყურადღებით იყავით, თხისქები, თუ უცებ სწრაფად იმპულსურად იმოქმედებთ, შეიძლება რაღაცები დაიკარგოს და აქაც ძალიან ყურადღებით იყავით, შეიძლება პირიქით თუ გრძელვადიან ფინანსურ გეგმასთან მაქვს საქმე, ძალიან წარმატებულიც იყოს, თუ ეს არის გათვლილი, დიდხანს ვამუშავებდი და გათვლილიც მაქვს რაღაც მოულოდნელობები. ხო, იმიტომ რომ ეს ენერგია დამოყტული არის ამ მოულოდნელობების ენერგიით, ესეც გაითვალისწინეთ. მეორე სახლი არის ღირებულება, ჩემი მაგალითად რამდენი ღირს ჩემი შრომა და აქ ურანული ენერგია არის ჩასართავი, მერწყულის ენერგია რაღაცებს შეცვალოთ, ხო? დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ჩემი შრომა, იქნებ მეტი ღირს მაგალითად, ნაკლებად რა. იქნებ და შევცვალო დამოკიდებულება ჩემს ფინანსებზე, იქნებ სიახლე არის საჭირო, იქნებ ახალი პროექტები არის საჭირო, იქნებ ახალი მიდგომა არის საჭირო, იქნებ ახალი დაბანდებაც არის საჭირო, ხო? იმიტომ რომ ურანი გთავაზობთ ისეთ ნოვატორულ გადაწყვეტილებებს, რომელიც აქამდე არ გაკეთებიათ და აქ უფრო შედეგიანი იქნება, აქ უფრო პოზიტიური იქნება, ხო? ასევე მეორე სახლი ჩვენთან არის ბინები, უძრავი ქონებები და აქ რაღაც განახლების სურვილი შეიძლება იყოს, ოღონდ ისევ გეუბნებით არის. აი სიჩქარე ამ ენერგიებში მაინც არ ზის, თუმცა ძრავს ეს დაბნელება სიახლეების ტენდენციებს და აქ სიახლეები შეიძლება ძალიან კარგიც იყოს, ხო, დაიძროს. ზოგ შეიძლება მოულოდნელი ფინანსური პრობლემებიც კი შეექმნათ, თუ ისინი რაღაცებს არ ცვლიან, ხო, თუ არის აქ გაყინვა ფინანსურად, თუ არის აქ სტაბილური შემოსავალი, სტაბილური ცხოვრება, ეს მეორე სახლი არ არის მარტო ფინანსები, ეს არის ურთიერთობები გარე სამყაროსთან, ასევე ვენერა მართავს მეორე სახლს და აქ რაღაცების ცვლილებები, ანუ აი გამოხატვასთან ცვლილებების შეტანის კარგი პერიოდი შეიძლება იყოს, ხო? თუმცა აქაც მე არ გირჩევდით ძირადღირებული ნივთების ყიდვას ამ პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება მერე განსაკუთრებით მანქანა თუ იქნება, ან რაღაც ისეთი დაკვირვებით და ყურადღებით, იმიტომ რომ აქ დაბნელებამ შეიძლება პრობლემებიც მოგვიტანოს, ხო, მოულოდნელი რაღაცები, რომელიც მაინც არ გქონდა გათვლილი.